როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი. და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი უფროსთაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი მის ფერხთით დაეცა. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა. ჩემი გოგონა სიკვდილის პირასა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლო. წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედაწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც 12 წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი მრავალი მკურნალისაგან და რაც რამ გააჩნდა ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, უარეს დღეში ჩავარდა, მოისმინა იესოზე. ხალხში ზურგს უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს, რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები. და იმ წამსვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატყივარისაგან. ამ დროს კი იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: ვინ შეეხო ჩემს სამოსელს? მისმა მოწაფეებმა უთხრეს: ხედავ ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ ვინ შემეხო? მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. მან კი უთხრა: ასულო, შენ მარწმენამ გიხსნ. წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ მივიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა, რაღა დაწუხებ მოძღვარს. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს. არავის დართო ნება წაჰყოლოდა პეტრეს, იაკობის და იოანეს, იაკობის ძმის გარდა. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. შევიდა და უთხრა: რაზე სწუხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვის ზინავს მხოლოდ. ისინი დასცინოდნენ მას. მან კი ყველანი გამორეკა. წაიყვანა ბავშვის დედმამა და მასთან ყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: ტალითა კუმი. რაც ნიშნავს, შენ გეუბნები, გოგონა, ადეგ. და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა, ვინაიდან 12 წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ. მან კი მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის.